საკმაოდ უცნაური დღე იყო და ეს დღე იწყება, როდესაც ჩაფხუტის შესაკრავად გავჩერდი მაგისტრალზე, რომ კარგად დამემაგრებინა შესაკრავი და რა იყო ალბათობა იმისი, რომ ამხელა ამერიკაში უცხო მაგისტრალზე გადაადგილებისას მაინც და მაინც შემთხვევით გაჩერება მომიწია ბაიკერის საფლავის წინ. რა თქმა უნდა, აქ დავფიქრდი კიდევ ერთხელ იმაზე, თუ რა სხიფათი შემცველი ტრანსპორტით მოძრაობთ და გავაგრძელე ჩემი გზა. და როდესაც მოტო დავძარი, ტელეფონი გადამივარდა. Buy a new phone. ყველაზე მთავარი ახლა იწყება. ახლა მოგიყვებით თუ როგორ დამადანაშაულა წინ არსებულმა მანქანის მძღოლმა დადევნებაში. მომხდარის შემდეგ კიდევ უფრო დავწმუნდი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კამერის მუდმივად თან ქონა. ახალი ტელეფონის შესაძენად მაგისტრალიდან გადავუხვიე, მაღაზიაში პრინსტონისკენ გზა რომ მეკითხა. როდესაც მარჯვნივ ვუხვევდი, წინ არსებულმა მანქანამაც შეუხვია მარჯვნივ, რომელსაც წყნარად მივყვებოდი. იგივე მანქანამ გზა უცბად გადამიკეტა, პოლიციაში დარეკა და ჩვენებას აძლევდა, რომ მოტოციკლის მძღოლი აედევნა და მას დახმარება სჭირდებოდა. Excuse me, what happened? What? I chased you? What do you mean I chased you? I'm just at Quick Check. Bro, what? What's going on? Who are you? Bro, what? What's going on here? ბოდიში ვერ ვიკავებ. ანუ ისევ შოკში ვარ. მოკლედ, ისევ ვამბობ, ამ ადამიანს არასდროს შევხვედრილ ვარ, ან რატომ ავედევნებოდი. ტელეფონი მქონდა დაკარგული და ასე ვთქვათ, ჩემი გასაჭირი მქონდა. What happened? Listen, I'm recording you. I didn't chase you. I think she's calling police because I chased her. Ma'am, hello? Hello? Excuse me? Hey, can I talk? What's going on here? Bro, I have no idea. Bro, you won't believe this. I'm just going to Quick Check and she closes my road and calls police because I was chasing her. I don't even know who she is. Should I wait for police or what? I don't know. I gotta get to work, so she gotta let me go. What is her problem? I gotta go to work. Oh, see.
I don't know, but she wanted to move back over. You just think about, oh yeah, I just gotta get to work because I don't want to be late. I'm sorry, did you call police on me? ეს ყველაფერი რაღაცნაირად იმდენად გაუგებარი იყო ჩემთვის, რომ მატრიცაში ხარვეს გავდა. ასევე დაგებადებად კითხვა და არის ლოგიკურიც. თუ მას უკან ვიყვებოდი და ნომერი არც წაუკითხავს, რატომ არ დაადექი შენ გზას და არ გაიქეციო? საქმე იმაშია, რომ პოლიციასთან პრობლემები არ მინდოდა მქონოდა, როდესაც ვიმყოფები უცხო ქვეყანაში, თან ყველაზე მთავარი ისაა, რომ არაფერში არ ვიყავი აბსოლუტურად დამნაშავე, ამ ყველაფერს ვიღებდი და პოლიცია როდესაც მოვიდოდა, დავამტკიცებდი, რომ ჩემი ბრალი არაფერი არ იყო, ეს მანდილოსანი ამ ყველაფერს იგონებდა, თუმცა რა მიზეზით იგონებდა, ეს ჩემთვის გაუგებარია. ალბათ დაზღვევისგან უნდოდა რამე, ან მოკლედ არ ვიცი რა, დასკვნა თქვენ გამოიტანეთ. მოკლედ გადავწყვიტე პოლიციას დავხვედროდი და მათ შეკითხვებზე პასუხი წყნარად გამეცა, თუმცა ვცდილობდი ამ მანდილოსანთან გასაუბრებას ყველანაირად არ ვუახლოვდებოდი ახლოს, რადგანაც რა ვიცი, გიჟია და რამე ისევ არ მოეჩვენოს მეთქი და ყველანაირად ვცდილობდი შემენარჩუნებინა სიმშვიდე და სიდინჯე. Hello? Lady? Excuse me? Hello? Hello? What's going on? Like she's talking to police now. Can we talk, bro? Dude, what is your problem? Lady, I'm recording you, okay? I'm recording you. What is your problem? What is your problem? Because I'm recording you and I'm not chasing anyone. Yeah, I'm recording you. Don't worry, bro. No problem. Like, what's your problem? What is your problem? Okay, what time they gonna be here? I'm not running away. I'm not running away. I don't even know her. And now she's going away. მაშინ როდესაც ვაჩვენე რომ კამერით ვიღებდი და მოვიხადე ჩაფხუტი, მხოლოდ ამის მერე გათიშა ტელეფონი და უბრალოდ წავიდა. აქედან დაახლოებით 9 საათში შევხვდი ჩემს მეგობარს, ჩვენ გავცვალეთ მოტოები და შუქნიშანზე ვეღარ დავქოქე მისი მოტოციკლი, რადგანაც დაჯდა აკუმულატორი. I'm sorry, I don't know.
Thank you also to you. Woo! Yeah. Thank you, sir. God bless you and your family and dogs and neighbors. Woo! Thank you. თუმცა ყველაფერი მოგვარდა დღევანდელ დღეს და მადლიერი ვარ, რომ ყველაფერს გავართვით თავი სხვა ადამიანების დახმარებით და ზოგადად მოტო არის ყოველთვის ვიძახი, რომ საკმაოდ სოციალური ტრანსპორტია და გვაკავშირებს სხვა ადამიანებთან და გარემოსთან. ამ სეზონზე ძალიან ბევრ ვიდეოს დავდებ. ეს მხოლოდ დასაწყისია და უკვე რამდენი რამე მოხდა. ასე რომ გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე და ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ მოწონების ღილაკს.